აუ გიორგის იმიტომ შეარქვეს ესეთი აუგის სახელი, აი უარგისი კაცი იყო რა. იგივე გიორგი მეორე კახეთის მეფე რა. მან მოკლა თავისი მამა ალექსანდრე, თავის ძმას თვალები დასთხარა და მთელი მისი ოჯახი კახეთიდან გააგდო. აი ესეთი სადისტი კაცი იყო, თავისი ასულესე მოექცევა სხვას რაღაც უსავდა რა. მისი სურვილი იყო ქართლის დალაშქრა, რომ დავლაშქროთ ქართლები თავის მასაც ეონეოდა, მამამისაც ეონეოდა, მაგრამ ისინი უარზე იყვნენ და აი ამის გამო მოკლა ზუსტად მამამისი და თავის ძმას კიდე თვალები დასთხარა. გახდა შემდეგ თვითონ მეფე და ეგრევე ქართლში ილაშქრა. გეგონება ის იყო რა. უცხოები ვიყავით ქართლელები. ქართლში ილაშქრა ატენის ციხეს შეუტია, დავით მეათე იყო მაშინ გამაგრებული, ვერ აიღო, მაგრამ გარშემო სოფლები სულ მოარბია. შემდეგ კიდე შეუტია ქსნის ციხე, შეუტია სამი თვე ალყაში იყო. აი ეს ცნობილი ციხე არის. ამ ციხეს ჰქონდა გასასვლელი მდინარესთან და თევზი სულ ჰქონდა, ღვინო სულ ჰქონდა და თევზი რო გადმოუგდეს და გაუმასპინეს თევზი და ამას ქვია მე ეს რა ქვია. ფეხები მომჭამე ციხე, კულტურულად რო ვთქვა და ბევრს გეწოდინებათ. აი ამ მომენტზე არის ეგ ისტორია. ასე გათამამებული იყო აუ გიორგი და თან ნადირობდა, ერთხელაც ჩამორჩა თავის ამალას უკან და ბაგრატ მუხრან ბატონიშვილი ჩაუსაფრდა სოფელ ძალისთან, შეიპყრო, გამოკეტა მუხრანის ციხეში და სიკვდილსაც გამოასალმეს იქ. აი ესეთი ბედი ეწია აუ გიორგის. და ყველას ესეთი ბედი ეწევა, ვის მისნაირად მოიქცევა და მისნაირად იცხოვროს. ცხოვრება დასჭის აუცილებლად.